ქართული ცნობიერებაში ქრისტიანობას წარმმართველი და გადამწყვეტი ადგილი უკავია. წმინდა გაბრიელ სალოსის მისი სულიერი მოძღვრების მამა იოანეს, მამა გიორგის, ბეთანიელების ცხოვრება თითოეული ჩვენგანისთვის უნდა გახდეს სწორედ ის მაგალითი, რომელიც საშუალებას მოგცემს, რათა უკეთ გავაცნობიეროთ ჩვენი დანიშნულება დღევანდელ დღეს. კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს, თუ რა გავიარეთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რატომ გავიარეთ ეს? სად იყო დაშვებული შეცდომა? რატომ მოხდა ასე? როგორ აღმოჩნდა ქრისტიანი მართლმადიდებელი ერი ასეთი კერთაყვანისმცემლობის პირობებში? როგორ აღმოჩნდა ის, რომ 14 საუკუნის განმავლობაში, ფაქტობრივად მე-4 საუკუნიდან მას შემდეგ, რაც საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, ვიცოდით, რომ მტერი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, ისეთივე გაშმაგებით იბრძოდა საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ, როგორც თვითონ ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ვიცოდით, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის ზირის გამოთხრის საწყისი სწორედ საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლით იწყებოდა. ჩვენ ეს ყველაფერი ვიცოდით, ჩვენ ეს ყველაფერი ისტორიული ფაქტებით ჰქონდა ამტკიცებული და ქართველმა ხალხმა დაუშვა ის, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში ფაქტობრივად ზურგი შეაქცია ღმერთს და მივიღეთ ის, რაც ჩვენ მივიღეთ. რომ მინიმუმ 21-52 წლებში, როგორც ფაქტობრივი მასალა გვეუბნება, რომ 3-5% მოსახლეობის 100,000 ადამიანამდე არის დახვრეტილი განადგურებული. არაფერს არ ვამბობ ემიგრაციაში წასულთა რაოდენობაზე და არაფერს არ ვამბობ რეპრესირებულებზე, დაპატიმრებულებზე, დადგმულ ადამიანებზე. რატომ დაუშვით ჩვენ ეს? რატომ ვერ ვისწავლეთ აი ამ ყოველივე შემდეგ, რატომ ვერ ვსწავლოთ ამ ყოველივეს შემდეგ დღეს როგორ უნდა მოვიქცეთ და საიდან იწყება ქართული სახელმწიფოს დაცემა. ჩვენ კიდევ ერთხელ უნიკალური მაგალითი გვაქვს მამა გაბრიელის სახით, რომ ერთმანეთზეა გადაჯაჭვული როგორც საზოგადოებრივი ცხოვრება, ასე ჩვენი რელიგიური ცხოვრება. და შესაბამისად, როდესაც ყველა ესეთი გახმაურებული ფაქტი მამა გაბრიელის მხრიდან ლენინის დიდი ბანერის დაწვისა, ამის შესახებ ვსაუბრობთ, ეს არა მარტო რელიგიური, არამედ ამავე დროს საზოგადოებრივი აქტიც გახდათ მისი მხრიდან ეს ქმედება. თვით ათეიზმის პირობებშიც კი მიღწეული იქნა ის, რომ ელემენტარულად ვერაფერი ვერ მოიფიქრეს, როგორ შეიძლება დაესაჯათ ამ ქმედებისთვის მამა გაბრიელი. ან მიუხედავად იმისა, რომ ამდენ დევნა განიცადეს ბეთანიელმა მამებმა, ბოლოს თვით ათეისტური ხელისუფლებაც კი გახდა იძულებული, რომ ოფიციალურად ბეთანიის დარაჯებად გაეფორმებინათ ისინი, თუმცა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ მონასტრულ ცხოვრებას ეწეოდნენ. შესაბამისად, როდესაც ასეთი გზა გვაქვს გავლილი, რატომ ხდება, რომ დღესაც ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, რომ ის რაც საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ ხდება, ეს არ არის განყენებული რელიგიური დაპირისპირება. ეს ქართული სახელმწიფოებრიობის და დემოკრატიის წინააღმდეგ განხორციელებული ლაშქრობის ერთ-ერთი უმთავრესი ფრონტია. ჩვენ ვხედავთ იმ ანტიეკლესიურ კამპანიას, რომელიც დღეს საქართველოში იმართება და ბუნებრივია ის ხალხი, რომელიც მოვესწარეთ ამას და ჩვენ თავზე გვაქვს ეს გადატანილი, ან კიდევ უფრო მეტი ჩვენი უფროსმა თაობამ უფრო მეტი განიცადა და უფრო ტკივილი განიცადა, ჩვენ რატომ ვერ ვაცნობიერებთ და რატომ ვერ ვთანხმდებით ამ კამპანიის მიზეზებზე, როდესაც ვიცით რა შედეგი შეიძლება მოიტანოს იმ კამპანიამ, რომელიც ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარეობს.
თუ შევთანხმდებით კამპანიის მიზეზებზე და მოტივებზე, მაშინ მარტივად გამოჩნდება პრევენციის და დანაშაულის აღკვეთის გზა და მოსალოდნელი შედეგების თავიდან აცილება და ლიკვიდაციაც უფრო იოლად იქნება შესაძლებელი. თუ შეთანხმება არ გვინდა, მაშინ ამით ჩვენ ირიბად ვაღიარებთ, რომ ვეძებთ საბაბს საკუთარი უნიათობის, უსუსურობის გასამართლებლად, პასუხისმგებლობის სხვაზე გადასაბრალებლად. საუბრობთ, რომ ჩვენ აკარგები ვართ, მაგრამ ვიღაცეებია ცუდები. ფაქტობრივად ჩვენს გარდა ყველა დამნაშავეა, ისინი ცუდები არიან და ჩვენ არსებულ რეალობას ვიღებთ წუწუნით, ვიშვიშით და ცრუ აქტიურობით ვიმშვიდებთ თავს. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ის პროცესები, საიდან მოვდივართ. როგორ იწყებოდა ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ ქმედებები, როგორ გაბედეს იგივე სოციალ-დემოკრატებმა ხელი აღემართათ მასზე, როგორ მომზადდა ის ნიადაგი, როცა ეს მათ გაბედეს და ამ ისტორიიდან შეიძლება დღევანდელობამდეც დღევანდელ ქმედებებსაც შეფასება მარტივად მივცეთ. სწორედ მაშინ, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ ვერ შეძლო პასუხი გაეცა იმ პასკვილებზე, რომელი პასკვილებიც ილიას წინააღმდეგ ქვეყნდებოდა, როდესაც თვით ისეთ ყოფითი საკითხებიც კი, როგორიც არის, რომ მისი ასე თქვათ ჯორი სარზე წაროვაცვეს და ისე მოკლეს და მიუგდეს, როდესაც მის უცხოეთიდან ჩამოყვანილი ძროხას ცური მოაჭრეს და ტკივილებში ასე თქვათ ამოხადეს სული. აი ასეთი ყოველდღიური ქმედებებით, ყოველდღიური თითო ტალახის სროლით იწყებოდა ეს ეპოქა, როდესაც ელემენტარულად თვით ილიას მომხრეებმაც კი ვერ გაბედეს, ვერ ბედავდნენ ილიას დაცვას. სწორედ აი ეს პატარა გუნდა, რომელიც წამოვიდა სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის სახით საქართველოში, თავიდანვე არ იქნა აღკვეთილი და შემდეგ უკვე ეს პატარა გუნდი დიდ ზვავად იქცა და იქამდე მივიდა, რომ ილიას საკუთარ გაზეთში არ დაუბეჭდეს საპასუხო წერილი ინფორმით და იმ ადგილზე, სადაც მას სურდა. აქედან უკვე ტექნიკური შესრულება, ამ როცა ეს ყველაფერი შემზადებულია, ტექნიკური შესრულება ადამიანის მოსაკვდინებლად ეს უკვე დიდ სირთულეს აღარ წარმოადგენს. ის კამპანია, რომელიც ჩვენ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ნიაღურად მოედინება ქართული ტელეარხებიდან, ის სანამ ზვავად არ იქცევა, მანამდე უნდა შეჩერდეს, მანამდე უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი იმ ჯგუფებისა, რომელიც ორგანიზებას ეწევა ამ კამპანიისა. მანამდე უნდა ქართულმა საზოგადოებამ გააცნობიეროს, სად არის სიყალბე ამ ბრძოლისა. ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ წინააღმდეგეთ იმ უაზრო იდეოლოგიურ შემოტევას, რომელიც მიზნად ისახავს, რომ მსმენელი მოაცილონ ბუნებრივ ადამიანურ პოზიციას, შეუქმნან მას ილუზია, რომ ადამიანთა ტრადიციული რწმენები მეცნიერებით ვერ მართლდება, რომ მათი დარღვევა უფრო მეტიც მათთან ბრძოლა თანამედროვე მეცნიერების დონეზე დგომას ნიშნავს. ამ კამპანიის სრულობაში საზოგადოების წინაშე წამოიჭრა და სხვა შორის უნდა აღნიშნოს, რომ ძალიან მახინჯი ფორმით სიტყვით თავისუფლებისა და საზოგადოებრივი მორალის ურთიერთობის თემა, რომ
სიტყვის თავისუფლება აძლევს უფლებას ვინმეს შეურაცხყოფელი ცილისწამებების განხორციელებისა და ქართული კანონმდებლობა მორგებულია ისე, რომ ამ ცილისწამებებზე ასე ვთქვათ, პირდაპირი პასუხისგება შეუძლებელი ხდება, უბრალოდ მიზეზის გამო, რომ ამაზე ცილისწამებისთვის მუხლი არ არის კანონმდებლობაში და თუ კი ოდნავ მაინც შეეხები, უკვე როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე, ისევ შენ აღმოჩნდები დაზარალებული ამ მიმართებაში. ჩვენ დაგვავიწყეს, რომ დასავლური ცივილიზაცია და ქართული ცივილიზაცია სწორედ ტიპოლოგიურად მას ეკუთვნის, შექმნილია ამ ცივილიზაციაზე დაყრდნობით არის შექმნილი დღევანდელი კულტურული სახე ადამიანისა, შექმნილია და ჩამოყალიბებულია იმ პრინციპზე, რომ საკუთარ სიტყვასა და ნაწერზე საზოგადოების ინტერესთა წინაშე პასუხისგებლობა აუცილებლად უნდა იყოს დასმული. სამწუხაროდ ჩვენ უფრო მეტად იმ პერიოდს გვაგონებს დღევანდელი ჩვენი რიგი მასმედიის თუ ეგრეთ წოდებული არასამთავრობოთა კასტის ქმედება თავის დროზე ჩინეთში ხუინვეიბინები რომ იყვნენ და ფაქტობრივად ებრძოდნენ ყველაფერს ტრადიციულს და ფაქტობრივად იყვნენ ერთი პარტიის საზოგადოებრივი მხარდაჭერები და უზრუნველყოფდნენ საზოგადოებრივ მხარდაჭერას. დღეს სწორედ ასეა. თანამედროვე ხუნვეიბინები ამბობენ, აცხადებენ ყველაფერს, რაც მათ განუვითარებელ გონებაში ჩნდება და უკმაყოფილებლად რჩებიან, თუ კი არადემოკრატიულად წყალებში, რა თქმა უნდა, გალანძღა ის ქართული საზოგადოების რომელიმე წარმომადგენელმა. სხვადასხვა ერთი რამ გვინდა ვთქვათ, რომ ჩინელი ხუნვეიბინებისგან განსხვავებით ქართველი ხუნვეიბინები არ იმართებიან საქართველოსთან. ჩინეთიდან მაინც ჩინელი ხუნვეიბინები იქიდან მაინც იმართებოდნენ და შესაბამისად მათი უმთავრესი სურვილია, რომ ფაქტობრივად დაამკვიდრდეს საქართველოში წარმმართველ იდეოლოგიად ნეობოლშევიკური, ექსტრემისტული, ერთ-ერთი პოლიტიკური იდეოლოგია, რომელსაც ფსევდოლიბერალიზმს უწოდებენ. ეს იდეოლოგია არა მართლმადიდებლობას ან საქართველოს ეკლესიას უპირისპირდება არა როგორც მხოლოდ ასე ვთქვათ აღსარებლობას, არამედ როგორც სახელმწიფოებრივ იდეოლოგიას და ცხოვრების წესს. აქ რომ საქმე იყოს მხოლოდ იმაში, რომ ეხებოდეს გამიჯნულად მხოლოდ აღსარებლობით დაპირისპირებებს, კიდევ შეიძლება ეს ასე ვთქვათ რაღაც გარკვეულ რწმენის სხვადასხვა გვარობად ჩათვალო, მაგრამ ეს მხოლოდ აღსარებლობას კი არ უპირისპირდება. ის სწორედ უპირისპირდება სახელმწიფო იდეოლოგიას, ქართულ სახელმწიფო იდეოლოგიას და ცხოვრების წესს. და ეკლესიას უპირისპირდება სწორედ იმიტომ, რომ სახელმწიფოებრიობის და ქართული ტრადიციული ყოფა ცხოვრების წესის თავარი საგზდენი და ბალავარი სწორედ ქრისტიანული რელიგია გახლავთ. საქართველოს ეკლესიასთან ამ ჯგუფის და უნდა ითქვას მანამდე, რომ აი ჯგუფი გაიშალა სახელმწიფო ოპოზიციურ არასამთავრობო სექტორში და ასე ვთქვათ მეხუთე კოლონად ჩამოყალიბდა ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში და ბუნებრივია მათი მდგომარეობა და მათი მოქმედებების აქტიურობა პირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ ადგილთან. თუ არჩევნების წინა პერიოდია, ან ქართული საზოგადოებრივი აზრი რომელიმე ჯანსაღი პოლიტიკური ძალის მეშვეობით აქტიურია, მაშინ ბუნებრივია ეს ჯგუფები, ეს ქართველი ხუნვეიბინები ყველანაირად ცდილობენ, რომ ეკლესიასთან მჭიდრო კავშირი დაამყარონ, თავდახრილი მორჩილებით, მონანიების გზნობით, შემოწირულებებით მიდიან და ასე ვთქვათ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გარკვეულწილად გაგიჩნდეს გაცდა, რომ იცი შეინანეს თავისი საქციელი, მაგრამ როგორც კი ქართული საზოგადოებრივი აზრი
წელშია გადაწყვეტილი. როგორც კი მოედანზე აღარ რჩება არც ერთი საზოგადოებრივი პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ანტიქართულ ქმედებებს, მაშინ თავარი ბრძოლის ასპარეზი სწორედ საქართველოს ეკლესია ხდება. სწორედ მაშინ ხდება თავარი შეტევები საქართველოს ეკლესიაზე და სწორედ უშუალო შეტევის მიმართულება ეკლესიისკენ არის. შეტევის მიზანი ნათელია, რომ საქართველოს ეკლესია ვერ შეასრულოს თავისი უპირველესი დანიშნულება და პირდაპირი მოვალეობა, ვერ გაუწიოს სულიერი წინამძღოლობა ქართველ ერს, არ იყოს ერის ტრადიციული ზნეობრივი და ცხოვრებისეული ორიენტირი, ვერ შეასრულოს გამაერთიანებელი და ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ქვაკითხედის ფუნქცია, რომ მოწყვიტონ საქართველო ქართულ სახელმწიფოებრიობას და ქართველი ერის თვითმყოფადობას საფრთხე შეუქმნან, ამ თვითმყოფადობის მთავარ საფუძველს ღმერთთან, ცხოვრებისა და კეთილდღეობის უმთავრეს წყაროსთან კავშირს. მოტივიც, ამ ბრძოლის მოტივიც ძალიან მარტივი და გასაგებია. ეკლესია ხელს უშლის მათ თავიანთი მიზნების განხორციელებაში. რაში უშლის ხელს? იმაში, რომ ერთადერთი ინსტიტუტია საქართველოს ეკლესია, რომელიც გაშლილად ფართო მასშტაბით ამკვიდრებს ქართულ საზოგადოებაში უმაღლეს ზნეობრივ და მორალურ კატეგორიებს. იმ კატეგორიებს, რომელიც თითოეულ ჩვენგანზე მაღალია და რომლისთვისაც თითოეული ჩვენგანის შეწირვა თითოეული ჩვენგანის ბედნიერებას ნიშნავს, რომელიც ეფუძნება თავისუფლებას და რომელიც გვანიჭებს თავისუფლებას და თავისუფლებას გვაყენებინებს თავისუფლებისათვის. ასეთი ადამიანების არსებობა ქვეყანაში კი დამღუპველია ამ ხუბეებინებისა და მათი პატრონებისათვის და მათი კეთილდღეობისათვის. შესაბამისად მაქსიმალურად ხდება იმ იდეების და იმ საკითხების პროპაგანდირება, რომ ქართულ საზოგადოება და ქართული ცნობიერება ეს უპირისპირდება ცივილიზებულ დემოკრატიულ სამყაროს ცნობიერებას, არადა პირიქით არის, რომ ქართული აზროვნება და ცხოვრების წესი ეს არის არატოლერანტული და მიმართული ძალადობისაკენ, რომ ფაქტობრივად ხდება მასობრივი ტირაჟირება არარსებული ეგრეთ წოდებული თალასის დოქტრინისა და ბჟეზინსკის მიერ არცქმული სხვადასხვა ფრაზებისა, თუ როგორ ებზვის ცივილიზებული სამყარო მართლმადიდებლობას. მაშინ, როდესაც არაფერი არ არის ნათქვამი იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს მთელ მსოფლიოში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში კანონი კომუნიკაციების ზნეობრივი სტანდარტების შესახებ. არსებობს კანონი პორნოგრაფიაზე და უხარშაცმულობაზე. ჩვენ როცა ვსაუბრობთ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებაზე და ლამის ეკლესია შუა საუკუნეების ფეოდალური უმეცრობის ოკეანეში გადააგდეს, ავიწყებათ ამ ადამიანებს, რომ ეს კანონები არსებობს. კანონი უხარშაცმულობაზე და პორნოგრაფიაზე, კომუნიკაციის ზნეობრივი სტანდარტების შესახებ კანონმდებლობა არსებობს. ამ კანონის მიხედვით გაბედოს სკოლაში შესაბამისი ასაკის არ მქონე ადამიანმა გაიტანოს ბიბლიოთეკიდან ის წიგნი, რომელიც მიუღებელია მისთვის და მრავალი სხვა ასეთი ფაქტორი არსებობს. მაგრამ სამწუხაროდ დღევანდელ მეხუთე კოლონას ხუნვეიბინებს არასამთავრობო კასტას შეგვიძლია ვთქვა, რომ მათ საფრთხე შეუქმნა საქართველოს ეკლესიის გაძლიერებამ, შეატყვეს განზრახვა საქართველოს ეკლესიას, რომ ის მზად არის მონაწილეობა მიიღოს საქართველოს პრაქტიკული და ეროვნული სახელმწიფოებრივი გადარჩენის საქმეში და მანამ სანამ თავისუფალი აზრი სამოქალაქო საზოგადოებისა, ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოებისა მოვა მოძრაობაში, მოვა ერთიანობაში, მანამდე იქნებ როგორმე გადატეხონ ქართული დღევანდელი ქართული წინააღმდეგობის ფორპოსტი საქართველოს საეკლესიო ცხოვრება. მათ არ ჭირდებათ მხოლოდ ის მომენტი დღევანდელ ვითარებაში, რომ გინდა თუ არა ვინმე მაღიაროს
რომ ვინმე აღიაროს ათეიზმი, მათ არ ჭირდებათ რომ ადამიანებმა პირდაპირ ესე ვთქვათ უარი თქვან ეკლესიაში სიარულზე, როგორც დიდი ამერიკელი მამა სერაფიმ როუზი განმარტავს, ერეტიკოსებს არ ჭირდებათ რომ ყოველმა მართლმადიდებელმა მიიღოს მწვალებლობა. მათთვის სავსებით საკმარისი იქნება თუ კი მართლმადიდებლები უბრალოდ დადუმდებიან ან არ შეუშლიან ხელს ადამიანთა სულების წარწმენას. ერეტიკოსებს არ ჭირდებათ რომ დოგმატის ადგილას აუცილებლად აღიმართოს ანტიდოგმატი. მათთვის სავსებით საკმარისია რომ საკითხმა დოგმატური სფეროდან გადაინაცვლოს პირადი მოსაზრებების არეალში. სწორედ ამიტომ დემოკრატიის ანბანურ წესებს ეწინააღმდეგება ის ფაქტი, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სარწმუნოების ამხსნებელთა მთლიანად არ აქვს საშუალება შეურაცხყოფილ პასუხი გასცენ. მასობრივი ინფორმაციის ამავე საშუალებებითაც, რაც ეკლესიის წინააღმდეგ არის გამოყენებული იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მონოპოლიზებულია ძირითადად ეს საშუალებები. ამავე დროს ჩვენ არ აგვაქვს უფლება ქართულ საზოგადოებას რომ არ გავაცნობიეროთ ის პრობლემები, რომელიც ჩვენ წინაშე დგას და მანამდე არ მივიყოთ ზომები, სანამ ქვეყანა სერიოზული პრობლემების წინაშე დადგება და წმინდა გაბრიელ სალოსის სენების დღე იმედით აგვავსებს. ეს არის დღე, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთმა ადამიანმა თავისი ღირსეული საქციელით დაამარცხა ღია ათეიზმი. ეს არის დღე, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჭეშმარიტმა მორწმუნე ადამიანებმა უფლის შეწევნით დაამარცხეს კერთაყვანისმცემლობა. ჩვენ უნდა დავწმუნდეთ, რომ მათი შეწევნით და უფლის შეწევნით უფრო მეტი შეგვიძლია, უფრო მეტად შეგვიძლია ქართული სახელმწიფოებრივი ვავაშენოთ და უფრო მეტად შეგვიძლია, რომ იმ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე საქართველოს რო ქვია, ღირსეული ქართველების საცხოვრებლად აქციოთ. გმადლობთ.